არა რუსულ დიქტატურას. Ამ სახელწოდების მარში უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს, ხვალ 15 თებერვალს ევროპის მოედანზე აიღებს სტარტს და თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს. დიქტატურის წინააღმდეგ ერთიანდებიან დამკვირვებლები, საჯარო მოხელეები, ხელოვანები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ის მოქალაქეები, რომლებიც უკვე ორ თვეზე მეტია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. თავად ლოზუნგი არის ჩვენი აქციის არა რუსულ დიქტატურას და ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახებთ ივანიშვილის რეჟიმს, რომ არ მივცემთ მათ უფლებას, რომ გაიმეორონ 1921 წლის თებერვლის ისტორია და საქართველოში დაამყარო რუსული დიქტატურა. ეს იქნება კიდევ ერთხელ დიდი შეკრება, დიდი აქცია, დიდი მარში, რომელიც მიემართება მათ შორის სოლიდარობას რეჟიმის ტყვეების მიმართ, ასევე ეს მარში ანახებს ჩვენ დასავლურ პარტნიორებს, რომ საქართველოში არც ხრება პროტესტის ტალღა, ჩვენ მაინც შევიკრიბებით და დავიცავთ ერთმანეთს, დავიცავთ ჩვენ ქვეყანას და მათ შორის დავიცავთ რეჟიმის ტყვეებს. ევროპის მოედანი არ არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მოქალაქეები შეიკრიბებიან. ხვალ 6 საათზე ეგრეთ წოდებული მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები. ის ადამიანები, ვისაც რუსული რეჟიმის რეპრესიები უკვე ბევრჯერ შეეხოთ. ხვალ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ბევრი საჯარო სამსახურის დასაქმებული ადამიანი შევიკრიბოთ და უბრალოდ ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რა გვინდა, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრობთ და სად გვინდა ეს ქვეყანა რომ მიდიოდეს. ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა. მარშს უერთდებიან ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებიც. ხელოვანების თქმით, მაშინ, როდესაც რეჟიმი ყველანაირი ხერხით ცდილობს განსხვავებული პოზიციების ჩახშებას, ერთადერთი გამოსავალი ახლა ერთიანობაა. სიმბოლურად ევროპის მოედნიდან დაიწყება მსვლელობა, სიმბოლურად იმიტომ რომ სწორედ ამ ღირებულებების გარშემო არის კონსოლიდაცია. ვფიქრობ რომ საკვანძო მომენტი გვიდგას ამ წუთას, ისტორიული მომენტი გვიდგას. ხვალ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბევრი ვიყოთ იმისათვის რომ გავამხნევოთ პატიმრები, გავამხნევოთ ერთმანეთს. აუცილებელია მართლა აი რა ვიცი, სასწრაფოდ მნიშვნელოვანია რომ ვიდგეთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვითხოვთ დასავლეთისაგან ამ ხელისუფლების სანქცირებას, ამ ხელისუფლების არაღიარებას, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. სწორედ იმიტომ არიან ესეთი გაცეცხლებულები. საყოველთაო მარშს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლებიც უერთდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები რუსული სცენარით ხორციელდება და იზღუდება სიტყვის თავისუფლება. ხვალაც მორიგი მნიშვნელოვანი აქცია ჩატარდება. ყველა, ვისაც შესაძლებლობა და სურვილი აქვს, უნდა შემოუერთდეს და ყოველდღურად უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ ხვალ 6 საათზე შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ დავუდასტურებთ ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენ მივიძეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ხვალინდელი დღე იქნება სოლიდარობის, ერთმანეთში დგომის კიდევ ერთი დღე, რომელიც ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი 52 თანამებრძოლი, რომელიც ციხეში არის და ტყვედ ყავს აყვანილი ამ არაკანონიერ ხელისუფლებას, თავარია რომ ჩვენ მათ მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. დედაქალაქის გარდა მარში უნდა გაიმართოს ბათუმშიც. ბათუმელები 18 საათზე ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბებიან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან მსვლელობით მივლენ. ხვალ 15 თებერვალს საქართველოს ქუჩებში ისევ გაიჟღერებს ორი მთავარი მოთხოვნა: ხელახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.